ევროპაში ძალიან მოწყალე სამართალია და თუ გინდა ცივილიზებულ სამყაროსკენ იაროთ, მოწყალე უნდა იყოს ჩვენი სამართალიც, ხო? რა მტერია ახლა მზია ამაღლობელი, რა მტერია საზოგადოების, რატო უნდა იჯდეს 4 წელი ციხეში, აი ამიხსნას ვინმე? აი რა, ხო, აი რა საშიშროებას წარმოადგენს ზია ამაღლობელი საზოგადოებისთვის, რომ 4 წელი ციხეში იჯდეს. აი გამაგებინეთ, ეს ხო აბსურდია. იმ ქალს, რომელმაც ვერ მოითმინა, რომ პოლიციელმა შეაგინა და სილა გაარტყა პოლიციელს. იმას თუ შენ 4 წელიწად სასჯელს აძლევ, ხო? ნუ ვერ მოითმინა, ხო, ემოციური ადამიანი და დედას რო შეაგინებს, ვერ მოითმენს და შეიძლება ინსტინქტურად გაარტყა, ხო, პოლიციელს. და იმას, რომელმაც პოლიციელის ფორმა აცვია და წაქცეულ ადამიანს ქუსლი ამოარტყა თავში, როგორც ბურთს. იმას, რომ ერთი დღითაც კი არ აკავებ, ეს უსამართლობა. ამას ხედავს ღმერთი. იმ პოლიციელებს, რომელთაც მე ჩემი თვალით ვნახე ეგ სცენა, აი დაახლოებით 4-5 მეტრია დავით კაცარავასა და პოლიციელებს შორის. ეს რაღაცას აპროტესტებს, სიტყვის უფლება ყველასაა. მორბიან, სტაცებენ ხელს, მიათრევენ სადღაც თავიანთ რიგებში, ნაცემი გამოდის იქიდან, ადამიანის სახე აღარ აქვს. ეს სამართალია? ხალხი, რომელიც შეიპყარი შენ და სადღაც იმაში მიკროავტობუსებში სიკვდილის პირამდე სცემე, იმ ხალხს რო არავის პასუხი, ერთსაც კი არ მოთხოვე პასუხი, ეს სამართალია? დღეს 50-60 კაცზე მეტი ზის, შეიძლება მეტი, ციხეში აი ამის გამო. იქიდან არავინ არ ზის ციხეში. ერთი ადამიანი ყვებოდა, რომ ამ მიკროავტობუსში რო ჩამამწყდიესო, ჩვეულებრივ მშვიდობიან დემონსტრანტი იყო. ლოცულობდიო და მცემდნენ, რომ და აბაო გეხმარება შენი ღმერთი. და კაცი გამოვიდა, თვალები აქვს ლურჯი აბსოლუტურად და ყბების ძვლები აქვს დანგრეული და ერთს თავის ქალა გადახეული ადამიანს, გესმით და ამის გაჩამდენი ერთიც კი არ არის დაკავებული და ქალს ჟურნალისტმა ქალმა რომელმაც ვერ შეიკავა თავი, ნუ ქართველები ვარ და დედას რო შეგაგინებენ, ვერ შეიკავებ თავს, ხო? ამას ციხე მიუსაჯეს 4-დან 7 წლამდე ემუქრება, უშინ კიდე ერთი ქალი დააკავეს, იმიტომ რომ იმგანაც გააპროტესტა და ამის ძალადობის გამო და არაპატიეს ეს გაპროტესტება არ შეიძლება ამის გაკეთება. პირველ რიგში ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რომ ამდენი პატივარი რო ყავს, აი ყვარყვარეთ უთაბერი ხომ ყველა ვიცით, ხო? ყვარყვარეს ციხე ხომ გიხო ნახება კინოფილმი მაინც ხო ნახება, აი ეს ყვარყვარეს ციხეს რო დაამსგავსებ ქვეყანას, ის ქვეყანა ვერ განვითარდება, ის ყველას უბედურება. ფსალმუნში, ბიბლიაში არის ეს სიტყვები, რომ მოსამართლეები როცა ამრუდებენ სამართალს, ინგრევა ქვეყნის საფუძვლები და უსამართლო მოსამართლეზე საზიძღარი დასანახი არაფერი არ არის. ღმერთის თვალში და ჩვენს თვალშიც, ხომ ასე? სახეს არ უყურებს ღმერთი კაცს, არამედ უყურებს რას? მის სინდის, როგორი ქცევა ის. ამიტომ ხელისუფლების სინდისაც უყურებს ღმერთი, მოსამართლეების სინდისაც უყურებს და მოქალაქეების სინდისაც და ვინ როგორი სამართლით ცხოვრობს, ისე განისჯება. თავზე დაგვექცევა ყველას ქვეყანა, თუ ჩვენ სამართალი არ შევინახეთ სუფთად, იცოდეთ რომ ყველა მსხვერპლი ვიქნებით იმ დანგრევებს.